თბილისი აღარც სინათლის ქალაქია, აღარც სიყვარულის, აღარც მშვიდობის. თბილისი არის ქალაქის საცობი. აი აქედან დიდი ღომში იმის უკან ცხოვრობ, ტოიოტას ცენტრის უკან. საათ ნახევარი მინდა. ამის წინ რომ მოვედი 2 საათი სამტრედიაში ჩახვალ თბილისიდან 2 საათში. სოციალური პრობლემა, ეს ჩემი მონაცემები 35% ბავშვიც მიდის სკოლაში შიერი. ხო ეს სტატისტიკის სამართლოს მონაცემებია. ბავშვები რომელიც დგანან ქუჩაში, მშობლებთან თუ არა მშობლებთან და მოწყალებას ითხოვენ. მე ორჯერ გადავჭერი რუსთაველი 20,000 ჯარმა მომივიდა და ისინი არავის არ უშლიან, რატო არ ვსვამთ ამ საკითხს? ჩვილი ბავშვები დგანან და მოწყალება. ეს სერიოზული პრობლემაა და ამავე დროს რას ხვდებით? რომ ადამიანს რომელიც 8 წელიწადი ქვეყანას მართავდა საქართველოს გარდამჩემლად რელიგიის, ოჯახის, კულტურის აღმოჩნდა თაღლითი და კორუფციაში ჩაფლული. ბატონო ვატო, თქვენ ბრძანდებოდით განვლილი 4 წლის განმავლობაში ჩემი კოლეგა და მე აქ სულ რამდენჯერმე მახსოვხართ ხსხდომაზე. თქვენ აი ამ სასიკეთო პროექტებზე, რაზეც ახლა ჩვენ აქ ერთი წუთი ნუყვირით ახლა კულტურა და ძილობა თუ არ გაგაჩნიათ მოიხმეთ. ახლა გეტყვით როგორ არის ტყუილი. არც ერთ ამ სასიკეთო პროექტში თითიც არ დაგიჭერიათ და მონაწილეობა არ მიგიღიათ. აი ეს არის სიმართლე. თქვენ გარდა იმისა რომ ეს სიკეთე გეკეთებინათ, გაბრძანდით ქუჩაში და შეუერთით იმ რადიკალებს, ვინც ჩვენი ქვეყნის წრეები არიან და ცდილობდით ჩვენი ქვეყნის რა ვიცი რა აგინდოდათ გაგიკეთებინათ ეს თქვენ თუნდაც არ იცით, თუმცა ჩვენი ქვეყნის წრეებს შეუერთით და აი ამ სასიკეთო საქმეებში არ მიგიღიათ მონაწილეობა. თქვენ აქ შემთხვევით არ გიხსენებიათ, ახსენეთ თაღლითი. თქვენ ხო არ გავიწყდებათ ვის წარმოადგენთ და ვის წარმომადგენლები ბრძანდებით ამ საკრებულოში. თქვენ წარმოადგენთ იმ თაღლითი, თქვენი ჯგუფია ეს გუნდი არ არის. თქვენი ჯგუფის ხელმძღვანელები არიან ყველა სასამართლოს მიერ მთელი საქვეყნოდ ცნობილი თაღლითები და ამათ წარმოადგენთ თქვენ და რა უფლება გაქვთ აქ რომ ხმამაღლა საუბრობთ. ძალიან კარგი მაგალითია და მინდა ეს ახალგაზრდებმა, რომლებიც ჩვენ გვისმენენ და გვიყურებენ, კარგად გაითავისონ, ვინც ის ახალგაზრდები, რომლებიც ობსტრუქციაში არიან ჩვენს მიმართ. მაგალითად გახარიას თემა არის აბსოლუტურად გამორჩეული თემა ჩვენი საზოგადოებისათვის. თბილისის მოსახლეობამ წინა არჩევნებზე 21 წელს მისცა საშუალება რომ მას საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოში ყოლოდა 3 წევრი. დღეს მათ ჩვენ ვერ ხედავთ, მათი შედეგი არის 0-0 მართლა და სწორედ ეს არის ის რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა რომ მოღალატეებს ხმას თბილისში არ აძლევენ და მოღალატეებს ადგილი არასოდეს არ ექნება საკრებულოში. უკვე მესამედ მაქვს პატივი ვატარებდე თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის განვითარების ის პოლიტიკა, რასაც წლებია ვახორციელებთ, არის სწორი, მნიშვნელოვანი და უალტერნატივო. გამარჯვება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოვიპოვეთ, მხოლოდ ჩვენი გუნდის გამარჯვება არ არის. ეს არის პირველ რიგში თქვენი თბილისელების გამარჯვება. ადამიანების, რომელთაც გჯერათ თბილისის შესაძლებლობების და მისი მომავლის. არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით, გამოცხადებული ნდობისთვის, არ დაგზარდებით ვიყო თქვენ სამსახურში, რათა ყველა დაპირება, რაც საარჩევნო პროგრამის სახით გაგაცანით, ვაქციოთ რეალობად და წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩვენი დედაქალაქისთვის.